მოგესალმებით კოლეგებო. როგორც მეუბნებიან კორუმი გვაქვს, შეგვიძლია სხდომა გავხსნათ. დღის წესრიგი დარიგებული არის, წარმოდგენილი არის ერთი საკითხი განსახილველად, რომელსაც წარმოგვიდგენს საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი რატი იონათამიშვილი. ვთხოვთ ხელისაწევით დავადასტუროთ დღის წესრიგის თანხმობა. დღის წესრიგი დამტკიცებულია და შეგვიძლია მოусმინოთ. გთხოვთ ბატონ რატი წარმოადგინოთ. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები დასწრე საზოგადოებას და ვის ადევნებს თვალყურს ჩვენი კომიტეტის ხდომას, ვინაიდან დაჩქარებული წესით განვიხილავთ და არის ახლა რიგარეშე სესიამ და მალე ბიურო უნდა იყოს თქვენის ნებართვით სიღრმისეულად აღარ გავშლი ამ თემას, ხოლო ძირითად საკითხს ვიტყვი და მე უკვე ხდომის ფორმატში გავშლი უფრო მეტად მნიშვნელობას და საჭიროებას ამ ინიციატივას. ახლა უბრალოდ იმას მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ამკაცრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ფაქტობრივად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, სადაც საუბარი არის არასრულწლოვანთა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვას. ეს ცვლილება შედის 53 პრიმა მუხლში, ემატება მას მეორე პრიმა და მესამე პრიმა ნაწილები და იმავე მუხლის მეოთხე ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და მიზანი როგორც მოგახსენეთ არის, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის გავრცელდეს როგორც დამამძიმებელი გარემოება, როდესაც ჩემი აზრით ალბათ თქვენც და მეთანხმებით, რომ თავისი შინაარსი და ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე ამორალური დანაშაული არის სწორედ ის, როდესაც არასრულწლოვანების დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვა ხდება და კრიმინალები სარგებლობენ იმით, რომ ბავშვები შეიძლება იყვნენ უფრო მეტად მოწყვლადები და ხდებიან კრიმინალისთვის მათ გამოყენებას და ინსტრუმენტალიზაციას და რა თქმა უნდა სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ ესეთი პირების მიმართ უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა გაატაროს. აი ეს ცვლილება არის ძირითადად, ახლა თქვენთვის მინდოდა მეთქვა და იმას დავწერე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონის პროექტი, რომელიც დარიგებულია, არის მხოლოდ ერთი გვერდი, მისი მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდი არის, ვინაიდან ის სწორედაც რომ ეხება ბავშვების უსაფრთხოებას და მომავალს. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონო რატი, მეც ისეთ ვიტყვი, რომ ეს მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი არის. საქმე ეხება წინასწარი შეცნობით, როდესაც არასრულწლოვანი იქნება ჩაბმული ისეთ საქმიანობაში, რომელსაც ძირითადად წარმოადგენდა პასუხისმგებლობისგან გარდიდება და ჩვენ ვიცით, რომ არასრულწლოვნების პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით პრაქტიკულად ძირითად ნაწილში არის განსხვავებული და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ დგება. აქედან გამომდინარე ეს მართლაც არის გარდა სამართლებრივი დეფინიციისა ამორალური, უაღრესად უღირსი საქციელი და შესაბამისად ეს იმსახურებს უთუოდ ხარდაჭერას. შესაბამისად კითხვები თუ არის, როგორც ჩანს არ არის, შეგვიძლია გადავიდეთ განხილულად ჩავთვალოთ საკითხი და გადავიდეთ კენჭისყრაზე, გთხოვთ ხელისაწევით დავადასტუროთ ვინ არის მომხრე. საკითხი ერთხმად არის მხარდაჭერილი, სხდომა დახურულია, დიდი მადლობა.